მოგესალმებით, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი. ვაგრძელებთ და უმარცხებელს, ვიწყებთ მეორე სეზონს. ეს უნდა ვნახოთ მეორე სეზონის პირველი სერია და რამხელა მოლოდინი მაქვს, ნეტა იცოდეთ. რა ვიცი, გამოჩნდება თუ არა ომნიმენი ამ სერიაში დარწმუნებული არ ვარ, შეიძლება როგორც იციან ხოლმე ბოლოსკენ მოიტოვებენ და ბოლოს გვაჩვენებენ რაღაც მაგარ კადრს მაგისას, რა ვიცი, სადმე იბრძვის ამ ვიღაცას სახეს აძრობს. მაგრამ ხო, ანუ მე ჭვება დიდად ის კონდეს, რა ქვია, ამ სერიაში დიდი როლი, იმიტომ რომ სავარაუდოდ ეს სერია იქნება ზუსტად აი იმაზე თუ რა მოხდა ამ ამბის მერე რა, ომნიმენის და მარკის ბრძოლის მერე. ატომების სპეციალი რომ ნახე, ძალიან კარგი იყო, მაგრამ ახლა ეს ამასთან არანაირ კავშირში არ არის, იმიტომ რომ ამ დროს სულ წარსულში ხდებოდა მოქმედებები, მაგრამ რაც მთავარია, მეორე სეზონს ვიწყებთ ახლა და ნამდვილად ამჯერად. წინასკენ გასხოვით. დაიცადეთ. სერიის სათაური არის A Lesson for Your Next Life. A Lesson for Your Next Life. ხო. მოდით დავიწყოთ. რა ვიცი. მეორე სეზონისგან რას ველოდები? ასე არ ვარ. სავარაუდოდ მესამეზე უფრო დიდხანს ვილაპარაკებ მაგაზე, მაგრამ ახლა მართლა არ ვიცი, ხა განსაკუთრებული რა უნდა ვქნა. ომნიმენის და მარკის ამბავი როგორ გავრცელება, როგორ განვითარდება, იქ არ ვიცი, ნახდათ. ამიტომ ხო, უბრალოდ უხროდ ვილაპარაკოთ და დავიწყოთ ყურება. ხო, არ მიაღწევთ ყურადღება. დავიწყოთ დამარცხებელი მეორე სეზონის პირველი სერია A Lesson for Your Next Life 3-2-1. წინა სერიებში სერიოზულად გეისონ თელ პირველ სეზონს მადლობა. ვაჩვენებენ. დროული იყო და ამით ვიღაც სამსვლელი დახოცა. ნაფლეტება დაღწია, ხონოვანი გადარჩა. სესილ სტიდმანი, GDA-ის დირექტორი. დაიჩოქეთ დოქტორი დეის მიკის წინაშე. თქვენმა პლანეტამ ურეტისგან შეფასება მოითხოვა. ურეტისგან? ეს ხომ დედამიწაა? GDA-ის შემოვართდი. ჩემთვის დიდი პატივია წარმოგიდგინოთ ახალი პლანეტის მცველები. შავი სამსონი, დუპლი კეიტი, მინი რეი და ურჩხული გოგონა. ჯოზეფი როგორც იქნა აქ არის. მინი რეი, მე კი მისი ნახვა შემიძლია. შავი სამსონი კიდეც ვისწრებთ. მაგრამ არ ადარდებთ. სწორედ ამიტომ მოსკოვში ხო, ვბრუნდები. სანამ აქ არ ვიქნები, ჩემს მიმართ ინტერესი არ დაკარგო. მიდი და მარკისი გაგზავნა რას მოგცემს. მე შესაძლებლობებს ვიხილავთ. მიდით, ბიჭებო. სოლის ზრდასა და დნმ-ის რეპლიკაციის საკითხში თქვენი გამოცდილება გამომადგება. ამას არ ველოდე. არ ვიცი, მინდა ამბრის სამბავში როგორ შეცნაუეს. შემიძლია უდაბნოები მოვწყო. ოღონდ მალე ბუშოეთ სენირა. შივრები დავაპორო. ჩემთან ერთად ციხეში დაბრუნდებით. მე ვილტრუმიდან ვარ, მაგრამ ეს ის პლანეტა არაა, რომელზეც გიამბე. ჩვენი ყველაზე ერთგული ოფიცრები სხვადასხვა პლანეტაზე, მათ დასასუსტებლად გავგზავნეთ. მე ერთ-ერთი იღბლიანი აღმოჩნდი. დედამიწა ვილტრუმის იმპერიასთან გასაერთიანებლად უნდა მოამზადოთ. დედა შენი მიყვარს, მაგრამ ის შემთთვის შინაური ცხოველითა. ვილტრუმი არ მატარებს. ეს ჩემი სახლია და მისი განადგურების უფლებას არ მოგცემ. რა გექნება 500 წელიწადში, მითხარი. შერმეყოლები. მამა. ეს ხო. რა ხდება? ისე ვიბუდაბლოში დაბრუნდით? თუ არა, რა? რეჯენდება. რა? ამაზე ძლიერადაც მომხვედრია. ბევრად უფრო ძლიერად.
მამა შენ ვიტკედ მაღალი ხარ. ისე გაგაცვეს ხდეს ძმა. ნუ ხო ცოცხლები მაგრამ რა ვარჯიშობენ პროსტა. თუ ფლეშბექი როგორ იქნება? მე ხალხის გადარჩენას ვცდილობ, რატომ არ მენდობი? სერიოზულად? იმ ყველაფრის შემდეგ რაც ომნიმენმა გააკეთა, რაც შენ გააკეთე. ოხ, შენ. ხო, ეს რა ეს სიზმარია თუ რა? ოხ. ისევ არა ეს სიზმარია. აბა ახლაც გაცოცხლდი. მამა? უკვდავები 1000 წლის განმავლობაში ცდილობდნენ, რომ ეს პლანეტა მათი მაცხოვრებლებისთვის უკეთეს ადგილად ექციათ. მეგონა შეას მსგავსად სიმართლეს ისიც ხედავდა. ჩემი აზრით ცდილობდა აქედან გავიყვანეთ. ესე იგი მიზანთან ახლოს ვართ. რა? დედამიწის მაცხოვრებლებო. ვიცი ფიქრობთ, რომ მე და მამა ცუდი არსებები ვართ. ჩვენ ხომ თქვენი პლანეტა დავიფარეთ, თუმცა თქვენ ვილტრუმის იმპერიის ნაწილი გახდებით. ეს იმას ნიშნავს, რომ აღარავინ იშიმშილებს, არც კიბოსგან მოკვდება. დედამიწას ვერავინ ვეღარაფერს გაუბედავს. მისმინეთ, თავიდან არც მე მესმოდა. მაგრამ შეხედულება შევიცვალე. დარწმუნებული ვარ თქვენ შეიცვლით და ბოლოს მადლობას გვეტყვით. გახსოვდეთ, რაც უფრო მეტ წინააღმდეგობას გაგვიძავთ, საქმეს მით უფრო მეტად გაერთულებთ. თქვენი ქალაქი ჩვენ არ დაგვინგრევია, თქვენ თავად დაანგრიეთ ის, როდესაც წინააღმდეგობა გაგვეწიეთ. თქვენი ახალი ვილტრუმელი მმართველები უკვე გზაში არიან. შობს მათ ჩვენთან ერთად შეეგებოთ. თუ თვლით, რომ ჩვენი შეჩერება შეგიძლიათ, ნუ დაივიწყებთ. რომ მე დაუმარცხებელი ვარ. დედამიწის მაცხოვრებლებო, ვიცი ფიქრობთ, რომ მე და მამა ცუდი არსებები ვართ. ეს რა? თქვენი პლანეტა დავიფარეთ. ალტერნატიული რევოლუცია ნაწილი გახდებით. ეს იმას ნიშნავს, რომ აღარავინ შიმშილებს, არც კიბოსგან მოკვდება. დედამიწას ვერავინ ვეღარაფერს ძალიან დიდ აქცენტს აკეთებენ ამ სიტუაციაზე. მესმოდა, მაგრამ შეხედულება შევიცვალე. დარწმუნებული ვარ თქვენს შეიცვლით. ანგსტრომ, ვინმე ხომ არ გამოყვა. უკვდავმა ისინი სხვაგან გაიტყუა. უსაფრთხოდ ვართ. რექსიც ასე ფიქრობდა. რა ჩანტა ხდება? ამის დახმარებით ომნიმენს კარგი დღე არ დაადგება. არა. ღმერთო, არა. ხომ გითხარი ახლოს ვართ მეთქე. გამარჯობა იუ. კარგად გამოიყურები. არა, რაღაც ეს უკვე სიზმარი არა, ეს რაც ალტერნატიული რეალობაა. პარალელური მსოფლიო. რობოტო. ეს ის ვერსია, სადაც რობოტმა ვერ მოასწრო თავისი გონების სხვა სხეულში, ანუ რუდის სხეულში გადატანა, ამიტომ ას ბავშვის მასში სხეულში. გაიძიეთ. მეგონი არა ახლა ჩვენი რუდი არა მაგრამ შენც მოკვდები. რა თქმა უნდა. მაგრამ შენ შობდა რომ საერთოდ არ დაბადებულიყავი. ვაუ. ეს είναι ბოლო შანს გაძლევი.
შენი უაზრო წინააღმდეგობის გამო იძულებული გავხდით ათასობით უდანაშაულო ადამიანები დაგვეხოცა. გაჩერდი. თორემ მე გაგაჩერებ. გთხოვ. მე რჩევნია მოუკვდე. რა? ივ. ხო ვიცი რომ არავითარ შემთხვევაში არ მოკლავდი, მაგრამ იმის უფლებას ვერ მოგცემ რომ ხალხს რამე დაუშავო. თანაგიგზნობ მარკ. სხვა არჩევანი არ დაგიწყო. როგორც სიმართლე. მკვდარი არ არის. უბრალოდ პარალიზებულია. აი თორმე გასულ კვირას რაზე ვარჯიშობდი. არ ვიცოდი. მას შემე ხალხი მიხედავს. მე კი დრო და დრო ვესტუმრები ხოლმე. გამარჯობა, გამომდინარე იქიდან რომ წინააღმდეგობას უჭერდით მხარს მოგვიწევს დაგხოცოთ. მკვლელებო, მოხალისე გამოჩნდა. არ შემეხოთ. გამარჯობა მეგობარო. თავი მაშინ დაიხუპე, როდესაც წინააღმდეგობას შეუერთდი. შეიძლება ეს არ არის ჩვენი სამართლიანობა აუცილებლად მოგვწევს. გოლიში თქონებდულად მეორე სეზონის პირველი სერია მაქვს ჩართული. კი, სეზონი 2, სერია 1. დებათ. თქვენი სისასტიკის გამო დახოცილი მეგობრები და მათი ოჯახები. იმას მოემკიდრაც. მიდი მარკ. ბანგკოკის ბუნდის გამო ახშამი ისედაც გამოტოვეთ. კარგი, სად ვიყავით? ეს რა ჯანდაბა იყო? პორტალი? განუშულობა აქვს. სხვა მსოფლიოში სერიოზულად მულტივერსზე გვექნება სეზონი. არა. და ეს უკვე ჩვენი მარკი. კარგი, ასეთ რაღაცას ნახდე და ველოდებოდი. ვაგრძელებთ 3, 2, 1. აი სიმღერა. ეს კარგი მეთოდი იყო ხანძრის შესაქმნელად, მარკ. ეს აი პროსტა მაგაზე როგორ მე უნდა იჩერიჩოს რომ გზაში სწორედ მოქმედების დამარცხების დროს რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიეყენოს ქალაქს. არა ძალიან მაგარი სიმღერა. ოპა. რა. აჰო. შევიკაი. მაჰა. просто ეგრე დაფრინდა. კაი იყო. ოჰო. თავიდან ვერ მოვწვირა ხდებოდა, მაგრამ ეს კარგი იყო. რაღაც პონჩი ატომის იმას გავიდა უფრო მოქმედებას, ანუ არაფერი ისეთი არც საერთოდ ბოკოლა, არც საერთოდ გაჩერება. просто კარგი საქმე გაუწია აქვს იქნებს საერთოდ. ეს ვაიმე ეს ტიპია, ეს ტიპები ორივე. არა, ეს არ გინდა. კი. შვიდად.
ანა ბარკი უკეთესი გახდა ამ საქმეში. უფრო პასუხისმგებლიანი, უფრო ჭკუაც მოიმატა. მაგრამ ყველას გვახსოვს დღე, როდესაც ტიტანები ჩიკაგოში ჩამოფრინდნენ. Life after Omni-Man. ბრძოლა, გრევა და მსხვერპლი. ზოგიერთისთვის ეს ტკივილი არასდროს გაქრება, მაგრამ უმეტესობისთვის განკურნების პროცესი უკვე დაიწყო. რამდენიმე კვირაში ქალაქი მთლიანად განახლდება. და შემდეგ დები. დები ცდილობს, რომ თუ მზად არ ხარ არ გამოაჩინოს. დასაბრუნდება. შენ შეგიძლია. გონი სახლიდან გასვლა ორივეს ძალიან გვინდა. ხო, სკოლაში ბრუნდება? პროსტა. და ეს სამსახურში? დროებით დედა. You too. ოპა. რაღაც უნდა მოხდეს. რამდენი ხანი უნდა იყო გაბუსული? ბოდიში ხომ მოგიხადე? კარს თუ არ მოშორდები საჭმელს ვერ მეიხებ. აჰა, საქმეს სვეჩი. მაგაშია. ამ ნაგვის ჭამას არ ვაპირებ. ნორმალური საჭმელი მინდა. გაიწიე მეთქი. კიდევ შებრუნდი. არ ვაპირებ რომ შებრუნდი მეთქი. ხო, შეთვალე გაგიმართლაბი. იგივე არ უნდა გაიგეთ. შეგვიძლია შენთვის ხელები მოგვეგლიჯა, თავი გაგვედეხა, ხვიზლია მოგვეგლიჯა და შენი ხერხემლისგან ქამარი დაგვემზადებინა. თქვენი არ მეშინია, უკან დაიხიე, თორემ საჭმელი არც შენ შეგხვდება. თუმცა მხოლოდ თქვენი შერყევით გამოწვერი. ეს იმას ნიშნავს, რომ მოგწონ ხარ, რომ მეგობრად მიგიჩნევთ. როცა აქედან გავალთ არ მოგკლავთ. როცა თუ ნორმალურად გვაჭმევ. ახლა ძალიან ცუდად გვაჭმევ. Which you're currently not. ნუ მევაჭრებით. თქვენ საკანს ასობით ადამიანი იცავს. ახალი კამერები დავაყენეთ. ახალი იარაღები დავამონტაჟეთ და კარებიც ახლები დავკიდეთ. ვერსაც წახვალთ. პორტალი? ხო, ახლა უკვე პორტალებსაც ვქნი. შენთვის არ მithქვამს? რა ჩემთება? აკეთ დროზე. მოცა ეს ის პორტალია? დასაწყისში რო იყო? გგონია რომ მეჭვება უმორაგულის ჭამაზე უარესი იყოს. შეხვედრამდე პით. ვაუ. ახლა უკვე პორტალებს ვქნი და გადავიდა პროსტა აქ. ეს თქვენი პისი. სად ჯანდაბაში ვართ? პარალელური სოფლიოში. გონი ეს მას უნდა ვკითხოთ. ჩემი კაი. ეს ის ტიპი? მოცა ის ტიპიც აქ გადამოვიდა, ეს კიდე სხვა სოფლიოა? ამას შეხედეთ. აქ რა მოხდა? ტრაგედია. მაგრამ ნუ ღილავთ. ეს თქვენი სამყარო არ არის. მე ანგსტრომ ლევი ვარ. ანგსტრომ ლევი? გამარჯობა ანგსტრომ. რატომ გამოგვიყვანე პატიმრობიდან? რა გინდა? ფაქტობრივად მეც იგივე ვკითხე იდიოტო. გზა დაგიხსნით. საშიში ადგილას ვართ. აქ დიდხანს გაჩერება არ შეიძლება. მოდი გამოვიცნობ. განზომილებებს შორის პორტალების გახსნა შეგიძლია. ხო, მაგრამ ტრაბახი არ მიყვარს. რაღაც ძალიან მარტივად განზომილებაში ეკიდება პორტალებს ყველა ვახსნი. ასე რატომ გონია? იმიტომ რომ ფეხით მივდივართ. და იმიტომ რომ ღრმა კრატერის პოვნა დაგჭირდა იმისთვის რომ GDA-ის მიწისქვეშა ციხეში პორტალი გაგიხსნა. საკმაოდ გამჭრიახები ხართ. იცით იმასაც კი ვფიქრობდით ყვილად ხომ არ ვათავისუფლებ მეთქი. თუ არ გვეტყვი ჩვენგან რა გინდა გამო რომ ყვილად გაგვათავისუფლე. ერთი კონკრეტული პრობლემის მოგვარებაში თქვენი დახმარება მჭირდება. ბოლოს როდესაც ერთი კონკრეტული პრობლემის მოგვარებაში კაცი, დახმარება როგორც ყოველთვის სერიალებში ძალიან ისეკიდება ხომ. მისმინე მე რა მულტივერსი ვარ. არსებობს. ადამიანებს არაფერს უშავებ. მაგრამ აქ რჩას ესეც ჩვეულებრივი მოვლენაა. საქმისთვის ვიყენებ. თქვენთან თანამშრომლობა ჩემთვის საკმაოდ სერიოზული ეთიკური და მორალური ცოტა არასწორ ხალხს გამოსავალი არ მაქვს. ძალების ვარავის კეთილად გამოსახენია. ვისწავლეთ სამეცნიერო ჟენესე გვაქვს. დამიჯერეთ. ყველგან ვეძებე. ვერ გაიძულებთ რომ დამეხმაროთ. მაგრამ შემიძლია სამუდამოდ აქ დაგტოვოთ ან სადმე უფრო უარეს ადგილას.
მომინატრე ის დრო, როდესაც დავალებებს არავინ გვაწევდა. მეც. ნუ კი ეს მარკ გრეისონია? დაბრუნდა? მამამისის ამბავი გაიგეთ? ძალიან შემეცოდა. არც ისე შეგეცოდება ვილიამი? მარკ გრეისონი. დოდ. ხო. მომისმინე მე. ხა? უხوار მამა შენი საფეთქების ამბავს. მადლობა. მაგრამ არ მინდოდა რომ ტეხოს მაო, მაგრა ტეხავს. მე მაგარი დამბალი მამა მყავს. და მიუხედავად ამისა, მის გარეშე ცხოვრება ვერც კი წარმომიდგენია. ამოვენ მამა შენი მაგარი ტიპი იყო, ვარჯიში უყვარდა, არა? ალბათ შენს მის კვალს გაყვები, ხომ? აი მაგის თქმა. მარკ შვილე მადლობა დოდ. მარკი შენი მადლიერია. ეი, როგორ ხარ? კარგად ვისაუბრეთ. ნოემბერ. ხედავთ? ცუდი ბიჭი არ ვარ. არ ვარ ცუდი ბიჭი. ნუ როგორც ჩანს, ყველაფერი რიქსია. ტოლისკენ გამიგვირდა მართლა. მაგრამ შენ როგორ ხარ? კარგი მართალი ხარ. მამა ჩემი მკვდარია. ასე რომ შეგრძნებები არ შეცვლილა. მესმის. მაგრამ მოწყენის უფლება არ მაქვს. პრობლემის ნაწილი თავად ვარ. ჩიკაგოში ის ადამიანები ჩემს გამო დაიღუპნენ. მოიცადე. ახლა აქ არ უნდა ვიყო. იქ უნდა ვიყო და ჩადენილი შეცდომების გამოსწორებას ვცდილობდე. ისინი შენ არ მოგიკლავს, მარკ. ეს ომნი მენმა ჩაიდინა. ხო, მაგრამ მე ვერ გადავარჩინე. შენ მამაშენი შეეჩერე და პლანეტა გადაარჩინე. ამას კი ნაღამ შეეწირე კიდეც. რაღაც შერავის დანახა. Просто თვითონ მარკს არ შევჩერებია ეს. მე სხვანაირად ვფიქრობ. ნუ ხო. ნოლანმა გადაწყვიტა, რომ არ გაჩერებულიყო უკვე განადგურდებოდა პლანეტა. ო, სესილ. მიხარია შენი ნახვა ბიჭუნავ. რით დაგეხმარო? როცა სკოლაში დავბრუნდი, მივხვდი რომ იქ ჩემი ადგილი არ არის. მე აქ უნდა ვიყო. გუნდში დამაბრუნე. მოიცადე. უფრო გავძლიერდი და მზად ვარ. არ ხარ მზად. მარკ, არა. რა? რას გულისხმობ? გონია შენს დილის ერნობას თვალყურს არ ვადევნებ? სწორედ ამიტომ ჭირდები. მინდა რომ ვიმოქმედო. შენ მხოლოდ ერთი თვე გავიდა, მარკ. დედა შენზე კონცენტრირდი. სკოლაზე. შეყვარებულზე არ გინდა ემბერთან ერთად უნივერსიტეტში ჩააბარო. ატესტატის გარეშე ამას ვერ შეძლებ. მინდა რომ ადამიანები გადავარჩინო. ასეც მოიქეცი. ძალიან ბევრი ადამიანი გადაარჩინე. მაგრამ ემოციური ზიანი მიიღე და სანამ უკან დაგაბრუნებ, მინდა დავსმუნდე. რომ ბოლომდე გამოკეთდი. ჯერჯერობით ამას ვერ შევძლებ. ჯერჯერობით არ გამოკეთებულა. ვერ შემოჩერებ. შენი ნებართვა არ მჭირდება. მარკ. იცი ეს სიტყვები კიდევ ვინ მითხრა? მამა ჩემს არ უგავარ. მამა შენმა. მამა ჩემს არ უგავარ. შემიბნელა. დაისვენე შვილო. კარგი გამოძიება გჭირდება. სესილი ყოჩაღია. რა ხდება? ღმერთო. არა და არ მშვიდდება. ეს ვინ არის? საქმეები ცუდად მიდის. რა? ძველებს დახმარება არ აწყენდათ. შენ მარცხებელი ძალიან გამოადგებოდათ. იგივე შეცდომას აღარ დავუშვებ. ამ ბიჭს მხოლოდ მაშინ დავაფრუნებ, რომ ის ბოლომდე გაკონტროლებას შევძლებთ. ეს იმისთვის რომ რაღაც გამოვტოვე რექს. მახინჯს ნუ მეძახი. მე გოლიათი ვარ და ვაპირებ ამერიკის პრეზიდენტი გავხდე. რა? ასტრონავტიც. და ასტრონავტიც. როგორი კონკრეტული სურვილები შენი გქონია? კაი. სულ აღარ მახსოვდა. გამოყენებული სიტყვების მიხედვით გოლიათის ინტელექტი 8 წლის ბავშვისას უტოლდება. აჰა, და ამერიკის პრეზიდენტი გახდეს. ასეც მოსწიგოვო. 8 წლისას? ახლა ხვდები ასტრონავტობა რატომაც უნდა? კომიქსიან რაღაც ასეთი უნდა ვუყიდოთ. თვალში. არ მადარდებს რამდენი წლისაა. ის რაც შეიძლება სწრაფად უნდა შევაჩეროთ. შვენიერი შემოთავაზებაა სამსონ. ამ ტერიტორიაზე მრავალსართულიანი საპარკინგო სექცია.
ნუ რუდი ბეტონის თვითონ არ საერთოდ გადის არ ბრძოლაში, ანუ აუს რეკლამა. ანუ რობოტის სხეულით იღებს ხოლმე მონაწილეობას და როგორც რუდი ისე აკონტროლებს. ჩავარდება. კარგია. საკმაოდ მოსახერხებელი რაღაცაა. ასე მას გავანეიტრალებთ, ისე რომ მშვიდობიან მოსახლეობას. ზიანს არ მივაყენებთ. რუდი. კარგად ხარ? არ ვიცი. I'm not sure. რექს. რუდის დინამიტები ეს ნამდვილი სხეული არაა. ჯერ კიდევ ვერ ხვდები დონალდი როგორ იყო ცოცხალი. მედი. რაღაც გამომტოვეთ თუ რა. რისთვის? შიგნით იჯდა? მოხდა? არ ვიცი. ვერ ვინძრეოდი. გული ამიჩქარდა, სულ გავოფლიანდი. ხო, ახლა ადამიანის სხეული რა გებს. გაცინებს? ამას შეში ჰქვია. ადრე ეს უბრალოდ ვიდეო თამაში იყო, ახლა კი აქ ხარ. პირადად შენ, რეალურ სამყაროში. It's a big difference. კი. ვიტყოდი აკოცეთ ერთმანეთს თქო, მაგრამ ძალიან ცუდი იგივე ვიდეოა. რომ ტუალეტში პირველად შეხვიდე. ვაუ. რა თქმა უნდა გენიოსი ვარ, მაგრამ ისეთი არაა, როგორიც ამ საქმეს ჭირდება. გეცნობათ? ეს ჩვენი სომატური კოდირების აპარატია. ოღონდ უფრო დიდი. ვერ შევამჩნია. Exactly. მართალია. მე თქვენი დიზაინი გამოვიყენე. ის ადამიანის გონებას კითხულობს, აკოპირებს და აპროგრამებს. უბრალოდ მისი ჩართვა არ გამოგდის. თავს დაუდებ რომ არ გამოგდის. რამდენარხიანია 100? ხო 100, მაგრამ დამაკავშირებელი ბუფერი არ ყოფნის. მეგონა ეყოფოდა. არ ეყოფა ამ პროცესს ორჯერ უფრო მეტი ჭირდება. Twice as many processing units. სწორედ ამიტომ გამოგიყვანეთ ციხიდან. შეკეთებას დიდი დრო დასჭირდება? არა, მაგრამ ჯერ ორ კითხვაზე უნდა გვიპასუხო. პირველი, რა ჯანდაბად გინდა ეს მოწყობილობა და მეორე, ჩვენ ამისგან რა სარგებელს მივიღებთ? არ გინდა ახლა სხვა განზომილებაში დააქტოვებთო და ასეთები. რა თქმა უნდა, მერჩევნია თქვენი ფილანტროპიული ბუნება დავაკმაყოფილო. მიდი. Go on. აბა მეორე განზომილება არსებობს. მე კი ყველა მათგანზე წვდომა მაქვს. Born with the ability to access all of them. ალბათ ძიზას ცხოვრებას უმწარებდი. Some people ზოგიერთი მათგანი ჩვენი განზომილებისგან თითქმის არაფრით განსხვავდება. ზოგი კი საერთოდ არ ქავს მას. გახსოვს სამყაროს შემცველი ბრძოლა ომნიმენსა და დაუმარცხებელს შორის. სხვა განზომილებების უმეტესობაში ისინი გაერთიანდნენ და პლანეტა დაიფრეს. ხუმრობ და ჩვენ ვართ ცუდი ტიპები. თავარისაა რომ ყველა განზომილებას რაღაც უნიკალური და ფასეული გააჩნია. შექსპირი, რომელიც ჩვენ არ წაგვიკითხავს. ტექნოლოგიები, რომლებიც ჩვენ არასდროს გვქონია. აზროვნების ახალი მეთოდი, მშვიდობის ფილოსოფია. ყველა ჩვენი პრობლემა, შიმშილი, ომი, კლიმატური ცვლილება, კიბო, სადღაც უკვე მოაგვარეს. somewhere else. მე შემიძლია ამ ცოდნის გამტარი გავხდე. პრომეთე, რომელიც ყველა დანარჩენს უზიარებს სასარგებლო რჩევებს. What works? რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენ სამყაროს დავეხმარები და შემდეგ სხვებს. შემიძლია მილიარდობით და ტრილიონობით სიცოცხლე გადავარჩინო. სახალისოდ ჟღერს, მაგრამ სიცოცხლის გადარჩენა ჩვენი სფერო არ არის. ამისთვის სხვა განზომილებების კარგად გაცნობა დამჭირდება. კარგი ისაა, რომ ჩვენ ყველანი ცნობის მოყვარეები ვართ. ვინ თქვენ? Always been. სხვადასხვა ვარიანტები. აი, მე რა თქმა უნდა, ეს უკვე სპაიდერმენი. ქალი ვერსიაცა იმენა სპაიდერმენია. ესე იგი კლონი ხარ? Clone. ყველა მათგანი ჩემი ალტერნატიული ალტერნატიული ვერსია. ვერსია, რა თქმა სხვა უნდა. განზომილებაში 10-ჯერ ამაზე მეტნი არიან შეგრებილი. მათ შემძალები არ აქვთ, მაგრამ რაღაც კარგი რა ჯენთა. პასეული მათაც გააჩნიათ. ისინი თავიანთ Просто გადავიდეთ მუტივერსზე. შეუძლიათ იმის გარკვევაში დამეხმაროთ აუ, თუ არა. გონეს ჩვენი მარკი რო გაიგებს. ყველაფერი აქ როგორ გადმოვიტანო. ახლა თქვენს ჩვენი მარკი რო გაიგებს, რომ არსებობს ისეთი სოფლიო, ისეთი განზომილება, სადაც ეგ და ნოლანი გაერთიანდნენ და დაიპყრეს პლანეტა. აუ, ჩემი ჯერ ხო ისედაც დეპრესიაშია და მე რა დაიმართება. ანუ მე უკვე ვაფშე თან იმას რო გაიძახის, რომ მამა ჩემს არ გავარ, მამა ჩემს არ გავარო. თუ არ ვიცი, თუ გაუჩნდა მარკს იმის შიში, რომ შეიძლება მამამისისნაირი გახდეს. არ ვიცი. ვაფშე არის შანსი რომ მარკი მამამისისნაირი ხდება. მე მგონი არ რავი.
ერთ ვარიანტს ვხედავ მარტო ეგრე რომ მოხდეს, თუ ნოლანი გამოსწორდება და ისევ ისეთი იქნება. ისევ ისეთი რა, კეთილი არასდროს ყოფილა, ანუ თუ გახდება, თუ გამოსწორდება და მე თუ მარკი შეიცვლის მხარეს და ბნელ მხარეს გადავა და ხო რა. ეგეთ ვარიანტს ვხედავ, მაგრამ რავი. მე ჭვება. ვნახოთ, დავაკვირდები ახლა მეორე სეზონს და იმის მიხედვით, გეტყვით. 3-2-1 გავაგრძელეთ. საქმეს დავუბრუნდეთ. მინდა ყველა მათგანის ცნობიერება აქ გადმოვიტანო. და უბრალოდ გითხოვდი რომ დავუსვა. მოზიაკის ამოხსნა მხოლოდ მას შეუძლია, ვინც სურათს მთლიანად ხედავს. და მეხმარეთ ნებისმიერ განზომილებას მოგცემთ თუ დამპირდებით რომ არავის არაფერს დაუშავებთ. ისეთი განზომილება გვინდა, სადაც სუპერგმირები არ არიან. საჭმლით და სადაც მოსახლეობა ღმერთებად შეაგთulis. კაი. რაღაც ისე გამოიხედა, აუ, ახლა ბოროტი ვერსიაც იქნება იბათთან, ხო? ანუ იბე და ბოროტი, ყველასგან განსხვავებული. არა, ისეთი ბოროტი, როგორც მაუბნერები, აი იბე და ბოროტი. დები, რა ჯენდება, რა? გელოდებოდი. ოლგა. აი მე ოლგა. იყო, ამიტომ თავისუფლება მივეცი და შემოვედი. ბისტროგანოვი გიყვარს, არა? მეთქი რა. გზები, ამინდი, კაფეები და პიცა. პიცა კაია. მოსკოვში ნორმალურს ვერსად ვერ ნახავ. არც ერთი არ ვარგა. იტალია. პიცა თუ გინდა იქ უნდა წავიდე. ვიცი ბანალურია, მაგრამ სიმართლეა. შარშან ვიყავი. ნოლანთან ერთად. სწორედ ამიტომ მოვედი. გინდა რაღაც სიგიჟე გითხრა? როცა დანით ხელში დაგინახე, ვიფიქრე რომ სერიოზულად? ამას არასდროს ვიზამდი. მეტისმეტად აშკარა იქნებოდა საწამლავი ბევრად უკეთესი. გეგედავება. მისე არ მეგონა თუ ოლგას კიდევ ნახავ. ვიცი რომ ნოლანმა მოგატყუა. შენც ისე დაშავდი როგორც მე. იმ ღამით ქმრები ორივემ დავკარგეთ. შეგიძლია ერთდროულად იტირო და გაბრაზდე. მეც ასე ვიყავი, როცა ჯოზეფი დავმარხე. ნოლანმა ძალიან ბევრი ადამიანი დახოცა. მარკიც კინაღამ მოკლა. ამბობდა, თქვა რომ მისთვის უბრალოდ შინაური ცხოველი ვიყავ. წელი გავატარე მასთან ერთად და თურმე წეული შინაური ცხოველი ვყოფილვარ. ის არა მზადა იყო. დამპალი არსება. მაგრამ ყველაფერი დასრულდა. ბოდიში, კარგად ვარ. ანუ ბოლოში კი მეტნაკლებად სწორად მოიქცა პლანეტა რო დატოვა, მაგრამ ის რომ დების შინაური ცხოველი უწევდა, ამიტომ ყველაფერს ჩემს თავში ვინახავ, ეს ყველაფერი კი შიგნიდან ჭამს. რამდენიმე დღეში მოსკოვში უნდა დავბრუნდე, მაგრამ ეს რა არის? მოსაწვევი? მე დამეხმარა. გამარჯობა დედა. გამარჯობა ოლგა. მიხარია შენი ნახვა, მარკ. ჩემს ოთახში ავალ. ოლგამ ვახშამი მოამზადა. უკვე ვახშმე. მის დახმარებას ვერ შეძლებს, სანამ საკუთარ თავს არ დაეხმარები. კარგად ვარ, ოლგა. მართლა გეუბნები, კარგად. არა, არ ხარ. მომისმინეთ. გიგანტური მასშტაბით ჩავარდნა გვაქვს. სესილ, მეტისმეტად მკაცრი ხომ არ ხარ? არა, მაქსიმალურად ვიკავებ თავს, კეით. ასე რომ გაჩუმდე. კაი. თქვენ ნელა მოქმედებთ. მომზადებლები ხართ. არც დისციპლინა გაქვთ. ძალიან ნელა მუშაობთ. შედეგად კი მშვიდობიანი მოქალაქეები ზარალდებიან. რუდის ცოტა დრო ჭირდება რომ ახალ სკოლს მიეჩვიოს. ეგზამენი სამთავარი პრობლემა. თქვენი ბოლო 15 დავალება. იმიტომ რომ ბოლოს ლიდერი რუდია. დასმამდე რომ ეს ხელმძღვანელობის წარუმატებლობაა. არა, რა გაისახელია რუდი. ჯერ კიდევ ვცდილობ რომ ახალ სხეულს მივეჩვიო. მე კი სისტემას ვუცვლი. ახლა მეთაური უკვდავი იქნება. რამდენიმე ათას წლეულის გამოცდილება ვფიქრობ პრობლემას გამოასწორებს. ეფექტური შემოსვლაც ამას ქვია. სიგნალს ელოდებოდა? ელოდებოდი ხომ? რექს.
საკუთი აქედო. გაიარეთ არა? ძალიან ბუნებრივად გამოვიდა. მაგრამ გეტყობოდა რომ ამისთვის დებილო. გარდა ამისა, გუნდს კუნთები აკლია. გაიცანით? ტყვია გაუმდარე. რა? გამარჯოს. საინტერესო ახალი წევრები. საოცარია. უდავი კი, მაგრამ ცნობის დღე გვაქვს და ეს ტყვია გაუმდარე. აბა რა შეგიძლია? გამძლეა. იმის გარდა რასაც შენი სახელი ამბობს, ტყვია გაუმდარე. მე ეს ყველაფერი შემძლია, რასაც კი ოდესმე გიოცნებია. თუმცა ბიჭის განსახილად რეიქ ფეთქება, ბევრს არაფერს უნდა ელოდო. შენ მოიფიქრე თუ ვინმე დაგეხმარა. მე თვითონ, მე მოვიფიქრე. ო, არ მიგვერს. ვაუ. შენს ტიპას კარგად ვიცნობ ძმაო. უკეთესი უნდა გახდე. ვცდილობ რომ ვარჯიშის ახალი გრაფის კარადებში იპოვეთ. პირველი სეანსი 30 წუთში დაიწყება. თავისუფლად. შენს გვჭირდები რუბი. წინააღმდეგი ხოდი რუდის რატო უძახიან, როდესაც ორიგინალში რუდი ქვია. რა თქმა უნდა. ორიგინალში რუდის უძახიან. კარგი ბიჭი ხარ. ვიცოდი რომ შენი იმედი უნდა ეს მქონოდა. რუდი და ერთი მოსტრი გოგო. მაგისიც დიდ შეცდომას უშვებს. ისე რა. სესილი მართალია. ვერ მოახერხე რომ ოპტიმალური ხელმძღვანელი გამხდარიყავი. ეს კი პრობლემა რომელიც უნდა ნუ მოგვდეს. შეიძლება მართლა შეცდომა დაუშვა, როცა იფიქრა რომ ახალ სხეულში უკეთესად ამ ახალი სხეულით უკეთესად იმუშავებ და გამარჯობა უცნობა. ოპა ივ ამ ყველაფერს თუ არ ჩავთვლით, ტყეში ცხოვრება ძალიან კარგია. ცოტათი მარტოსული, მაგრამ მე გარაფერი. რა კარგად ჭხერს. მერე, მერე ახლა შენ უნდა მომიყვე თუ როგორ ხარ. არც კი ვიცი. გონი კარგად. ბოლოს როდის იყავი? დაუმარცხებელი. გუშინდელით. მაგრამ უბრალოდ იდიოტივი დაუფრინავ და სულ ერთ რამეზე ვფიქრობ. ბავშვობაში ყოველთვის მინდოდა რომ მამაჩემს დავმსგავსებოდი. მართლა რომ დავმსგავსო? რა მოხდება მამაჩემს? არა, უეჭველი მსგავსი რაღაც მოხდება, რაც შენ წერა. მამაშენი არ ხარ, მარკ. იმენა ხასუსოვან. თელმა სამყარო. თემა სამყარო. სესილმა არ იცის. ხოდა დაუმტკიცე რომ ცდება. მათ პორტის საწყობამდე გავყვებით. ჯერ კიდევ არ ვიცით რა საშენებენ, მაგრამ ფაქტია რაღაც დიდს. როგორ ხარ ცოცხალი მანამ ძმა? გავარკვიოთ სანამ მის აგებას დაასრულებენ. დირექტორო. უკდავი მომიყვანეთ. ო, მარკ ახლა შენი დრო შენთვის მიმუშავებ. ბრძანებებს შევასრულებ. გადაწყვეტილებებს მხოლოდ შენ მეიღებ. გთხოვ, დამაბრუნე გუნდში. სერ, ენერგიის დონე მოემატა. ბიჭუნას ყურსასმენი მიეცეთ. ნუ ეს საკმაოდ სწრაფად მოხდა. მაგრამ კაი. ნახოთ ერთი რა სიზამს სხვა განზომილებაში მოხდება, ვითომ? ენერგიის დაბლურია. ნეირონები მოქმედებას იწყებენ. ბუფერიქსელშია ჩართული. იცი ამის გაკეთება კიდევ ვინ იცის? არავინ, არც ერთ განზომილებაში. ბუმ. თქვენმა ალტერნატიულმა ვერსიებმა შეცვლით. ყველა სამყაროს. გახსენი პორტალი და დანარჩენ 9 აპარატსაც შეუერთდებით. განზომილებათა შორის კავშირი სტაბილურია. ღვთავ. ათასი გონება სინქრონიზირებულია. თქვენი ტახტი. ძლიერი ფონური პროცესი გავააქტიურეთ, რათა გახსოვდეს, რომ შენ ხარ და არა ისინი. მიუხედავად იმისა, რომ საერთო მოგონებებიც გექნებათ. ასეთ რამეს პირველად ვაკეთებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ პროცესს დავიწყებთ, მისი შეჩერება შეუძლებელი გახდება. ასეთ დონეზე ტვინის ტრავმა შესაძლო პრობლემებიდან ყველაზე უმნიშვნელოა. მესმის დამზადვარ. საინტერესო. მაშინ დავიწყოთ. შვენიერია. მიდით. ნუ რუდის ცოტა უარესი სიტუაცია ქონდა, არ მერგულოთ.
დიდი ვარ. და ძალიან ბევრი. დაფიქსირებულია და სტაბილურია. გასწორა. ამის თქმა ჯერადრია. რატომ? აი ნებაკ. აი ამიტომ იდიოტო. რა ხდება? გითხარი. აქ გიგანტური მექანიკური ნაძვის ხია, რომელზეც ძალიან ბევრი ერთმანეთი ტიპის და კიდევ რაღაც პორტალია და მოკრივეები. მნიშვნელობა არ აქვს, შეაჩერე ისინი. გათიშეთ ორემ დავამდრევ. ვაიძულე. ვერც კი წარმოედგენ ამის მოსმენა როგორ მინდოდა. სიამარკი გადავა არაერთ სოფლიოში. დაუმარცხებელო, შენ არ გესმის. ძლიერი დარტყმარიყო. შეწყვეტე ჩხუბი და მომისმინე. იმაზე ძლიერია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. შესაძლოა, მაგრამ მე ეჭვება სახელს ამართლებდეს და უმარცხებელი ვერ იქნება. გაჩერდით. ეს ერთოკეთი ნეჯერტოს ყველასეში და კაცკარი გორ ყოფილა. მაშინ ძალიან წუხარ. ინვესტიბულ გოგო არ გამოჩენილა. ადენა ნეჯერ ქონეც. შემიკაი. მოკრივეებო. ეგრეც. ნუ მაგას სონოდი პარალელური. სხვა ვერსიებს აწიგენებდი. ხომ გითხარი განსაკუთრებულები ხართო? თქვენ გიგენდეთ იმის მოწყობილობის შექმნაში ასე რომ განსაკუთრებულები ხართ. ხალი ვერსიაც როყავს რა თქმა უნდა. შეაჩერეთ, მაგრამ არ მოკლათ. ერთსაც ვიზამთ და მეორესაც. მოკეთე და წარმოდგენით დადგმი. დაგაბრუნებთ უკან თქვენს სამყაროში. არა, საკმარისია. მოწოწონებ. თითქმის დავასრულეთ. შემიკაი, რა მარტივად. ჯემს, უტოპია სისხლზე არა ვაგებ. ვადგება ახლა? არა. ვაფშე, არა, მინდა ეს თუ არა? გაჩერდი, ენერგია ძალიან მაღალია. შემიკაი, რა ფეთქება? მაგრამ ტიპი ჯიგარია. გადაარჩინა მარკი. დაჭრილი ხარ? არა. როგორ ჩანს, მართლა დაუმარცხებელია. არა. ოღონდ ეს არა. ჰეი, მეგობარო. ისინი მოკრივეები იყვნენ. თანაც ძალიან ბევრი. მისმინე. არ ვიცი ეს როგორ მოახერხე, მაგრამ საკმაოდ ეფექტურად შეგიჩერებია. მართლა. არც ისე. ვერ უჯერებ ამას რომ ამბობ, მაგრამ რეკს უნდა დაუჯერო. იქ სხვა ადამიანებიც იყვნენ. ეს არც მოკრივეებს დაუმსახურებიათ. ეს ყველაფერი საკუთარ თავს თავად დამართეს. თავარი ისაა, რომ შენ მათი შეჩერება შეძელი. აი რა ხდება, როცა ნამდვილად მკვიდრები არიან, რომ ჩვენურად მიმუშავეთ. მეჭება რომ ეს გადაიწყო. უნდა გავარკვიოთ თუ რა სურდათ. უგუდავო, შეამოწმე ვინმე ხომ არ გადარჩა. ცეჩი თავია. რა თქმა უნდა გადარჩა. დედა? ამას შერა. დედა. ძინავს. ღმერთო ჩემო, მარკ. ყველაფერი რიგზია. კარგად ვარ. რა მოხდა? სესილთან ვმუშაობ. მოკრივეები შევაჩერე, მაგრამ რაღაც აფეთქდა. შენ კარგად ხარ? რა? არა, უბრალოდ დავიღალე. როგორც ჩანს შემთხვევით. არა უშეს. უკვე ივახშმე? არა. სულ გადამავიწყდა. მოგიმზადებ. საჭირო არ არის, რამეს შევუკვეთო. კარგი. მადლობა.
წერილი მოგივიდა. ჯერ შენ გახსენი. არა, ჯერ შენ. კარგი, ერთდროულად გავხსნათ. Miss Bennett, გილოცავთ ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ჩაბარებას. მოიცადე, ეს ხომ შენია? რა გინდოდა რომ შენთვის მოიწერათ? მინდოდა რომ უნივერსიტეტში ერთად ჩაგვებარებინა. შენი არ მჯერა. ანუ ჩაბარეთ ერთად? კარგი. ახლა მჯერა. ხმერთო კი. ჩავაბარე. როგორც ჩანს, ჩემს სუპერ გმირ შეყვარებულთან ერთად დავრჩები. ეგრე იქნება. როგორ ჩანს ასეა? ძმა. ოპა. გამარჯობა. გადარჩევილი ხო? მადლობა მხარდაჭერისთვის. შეიძლება არ იცი, მაგრამ სესელთან ვმუშაობ. ასე რომ თუ დახმარება დაგჭირდება, სადმე გასეერნება, უბრალოდ მაცნობე. სესელი ფიქრობს, რომ ჩვენ მხარეს ხარ. მაგრამ მე არა. მაგრამ მე ასეთი დარწმუნებული არ ვარ. ეგ უნდა კიდე მარკს. იცოდე თვალყურს გადევნა. ეგრე ხენი. გახმონებულია მაიკ ადრიკოვის მიერ. მეგონა ცოტა დიდი ხნით. კაი. რა თქმა უნდა. ხომ ვუთხარი არ მოეხსნა ეს ყეული ჩაფხუტი. ოჰო. მარტო ერთი გადარჩა? ძმაო, არა, მეორეც ხნით. შენ ხარ? რამდენი ხანი? კიდე კაი ხანი დაგვრჩა. აუ დაიცადეთ. ხო, დავამთავროთ. დაიცადეთ. არ ვიცი როგორ. ჩემკე 3 2 1. შენ ხარ? აუ ეს ხა ალტერნატიული ვერსია იყოს. არა. ჩვენი ვერსია. საერთოდ როგორ სუნთქავ? ეს რა. დაჟე. რა? ჩემი კაი რა დამართა? ეს ყველაფერი საკუთარ თავს თავად დამართე. საკუთარ თავსაც და მეც. ეს მან დამართა. ახლა მახინჯი ვარ. ყველაფერი გავაფუჭე. მან ძალიან ბევრი ჩემი ნაცნობი მოკლა. ტვინის შეკრება. ადამიანები. ეს გამო მილიონობით ადამიანი დაიხობა. ვინც მიყვარდა. არა. თქვენი გაქვს დაზიანებული. საკუთარ მოგონებებს შენი კლონების მოგონებებისგან ვეღარ არჩევ. ეს ჩემი მოგონებებია. ყველა მათგანი ჩემია. საავადმყოფოში უნდა წახვიდე. ანუ ეს ტიპი გახდება თვითონ რეალურად ბოროტე. არა. აუ კაი რა. ახლა რეკლამის ჩართვა რა გონდია. შური უნდა ვიძიო. ერთო. მანამ ისთვის პასუხი უნდა აგოს. სანამ არ მოკლა ვარ გავჩერდები. ვაუ. და უმარცხებელი. რა დროსა? თლიანად სისხლ. ზარიც. კარგი, წადი. უცნაური ადგილი იყოს სიმართლებით გათი დროს ჩასაკვეთებლად. და საბოლოოდ მხოლოდ თავის დამახინჯებაში დაგეხმარე. სხვისთვის აღარასოდეს ვიმუშავებ. არასოდეს. გაგრძელება იქნება. გახმონებულია მაიკ ადრიკოვის მიერ. ესეთ კიდე უნდა იყოს რაღაც. დაიცადეთ. თუ ეს ისე ვის ხო. არა. ისა? ხო არა. კარგი. ცუდად გიდას მომიწია ამოჭრა როგორც ჩანს. მაგრამ კაი. ესე იგი ეს იყო დაუმარცხებელი მეორე სეზონის პირველი სერია და რა იყო სერიას? ეგ კი აღარ მახსოვს.
ყოველ შემთხვევაში კარგი სერია იყო. კი. ბაჩვენის მარკი როგორ იყო იმის მერე რა ქვია აბომნიმენის ამბის მერე ხო უნივერსიტეტში მოეწყო რაც მთავარია ცოტა ის პონტი იყო ანუ ნერვიულობდი სავით რომ ახლა ვერც უნივერსიტეტში მოეწყობოდა და კიდე მერე მაგაზე ინერვიულებდა A Lesson for Your Next Life ხო ასე ერქვა სერიას და For Your Next Life საინტერესოა ამ იმაზე რომ არის კლონებზე და გონებაზე მაგრამ ხო თქვენი შეკევა თუ შეკევაც არეულობაში ნუ ჩემი ახლა დაიწყებს რაღაცების ბაბა არა და მართლა არ ქონდა ბოროტი გიგმები მაგრამ ახლა ხო ნახოთ რა სიზამს მაგრამ ეს მულტიმსოფლიოს ამბავი ისე მოისროლეს რავი ნუ მარკზე რასაც ვამბობდი მაგას რომ გაიგებს მაგის ამბავს მულტივერსის იგივე სიზამს რაც იმაზე რა ქვია ანუ იგივე სიზამს არა უბრალოდ იმას სიზამს რაც მე ვთქვი წერან რომ პაუზებდი და ნოლანის ამბის მერე თქო ასეთი მდგომარეობა აქვს მეთქი რომ ვთქვი ეგ ეხება დებისაც ანუ დები არ მგონია ახლა პარალელურ სამყაროში გადავიდეს მაგრამ მაინც თვითონ ეს ამბავი რა თქმა უნდა ერთსაც და მეორესაც ცუდად ახსოვს და ის მომენტი კიდე ერთხელ გავიმეორებ დებიზე რომ თქო შინაური ცხოველიაო აი ყველაზე საშინელება ეგ იყო მაგრამ რავი ჯერჯერობით ანუ დიდი არაფერი მაქვს სათქმელი ამ სერიაზე გარდა ამ ნოლანის და დების და მარკის სიტუაციისა და იმისი რა ქვია მულტივერსის ანუ მცველებზეც კიდე უკუდავი გახდა ახალი ლიდერი მე მეგონა სიმართლე გითხრათ უკუდავი და ტყვია გამტარი რომ გაიჩითნენ კიდე სხვაებიც გამოჩნდებოდნენ და სხვა წევრებიც ეყოლებოდათ გუნდს მაგრამ არა ნუ კარგი თა ძალიან ბევრი პერსონაჟიც არ მინდა ახლა მართალია ყოველ შემთხვევაში ხო მოდით ახლა დაგემშვიდობებით იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო თუ მოგეწონათ არ დაგავიწყდეთ და ლაიქოთ გამოიწეროთ ჩემი არხი დატოვოთ კომენტარები და გააქტიუროთ ზარი შეხვდებით შემდეგ ვიდეოში მადლობა ყველას ბედნიერ დღეს გისურვებთ კარგად ბრძანდებოდეთ